ვიმყოფებით ქალაქ რიზეში. ეს არის ბათუმიდან სამხრეთით დაახლოებით 100 კილომეტრი თურქეთის სახელმწიფოში და საინტერესო ეს არის ეს ადგილი იმით, რომ ვახუშტის ცნობით ჩვენი დიდი ისტორიოგრაფის და გეოგრაფოსის ბატონიშვილი ვახუშტის ცნობით აი აქ მდებარეობდა ქალაქ რიზესთან მთა მცირე, რომელიც ჩამოვარდების, ასე წერია პირდაპირ, ჩამოვარდების ნიშნავს იმას, რომ ზღვაში ჩადიოდა მთა, ანუ ეს მთა უშუალოდ ეხებოდა ზღვას, ამიტომაც ახლა აქ აშენებულია დიდი გვირაბები. და ამ გვირაბების მაღლა ვარ ჩვენ მთაზე ვართ ასული, სწორედ ამ მთაზე, რიზესთან ახლოს მთაზე. საინტერესოა ეს იმით, რომ ის ამბობდა ვახუშტი, რომ აქ არის აღმართული რკინის სვეტი, რკინის პალო, როგორც ის წერდა, და ეს არის ნიშანი, სასაზღვრო ნიშანი, რომ აქედან იწყებოდა საქართველო. ანუ აქეთ ერთ მხარეს ჩემგან, ესე იგი, მარცხენა მხარეს იწყებოდა საქართველო, ესა როგორც კი რიზე, სამხრეთით არის ბათუმიდან დაახლოებით 100 კილომეტრი დაახლოებით. აქედან იწყებოდა საქართველო და მას წერს ვახუშტი. ხოლო აქეთ მესე სიტყვით იყო საბერძნეთი, ანუ იმ დროს იყო, ანუ ძველად იყო ბიზანტიის იმპერია, ახლა კი არის ამჟამად სამთლად თურქეთის სახელმწიფო. საინტერესო არის ეს იმით, რომ აქვე არის ასევე ესე იგი ადგილი ოფი, აქვე არის ქალაქი ოფი. ოფი ჩვენ უკვე აღნიშნეთ, რომ საინტერესო არის იმით, რომ ოფელი მიტროპოლიტი გერმანე მე-17 საუკუნეში აქ იყო საეპისკოპოსო სამიტროპოლიტო კათედრა, ძალზე დიდი, ეს იყო ლაზიკის სამიტროპოლიტო კათედრა და ამის ეპისკოპოსი წავიდა მე-17 საუკუნეში რუსეთში და ეძებდა შველას რუსეთისაგან და დახმარება ოსმალეთის შემოჭრის გამო. და მას შეეკითხნენ რუსეთში და ეს არის წერილობით გადმოცემული, რომ აი სად არის ოფის ეს კათედრა, შენ აი ვინ გაკურთხა, როგორ ახარ, როგორ ხდებოდა ესა, ვინ დაარსა თქვენი კათედრა და ყველაფერს ამას მან წერილობით გასცა პასუხი და ესა თქმა უნდა შემორჩენილი არის ეს დოკუმენტაცია და ის ამბობს, რომ ოფის კათედრა დაარსა ამ რიზესთან ახლოს ოფის კათედრა, საეპისკოპოსო კათედრა დაარსა ივერიელთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ, ანუ წმინდა ნინომ დაარსა ჩემი ოფის კათედრა და ეს არის ისტორიული ივერიის მიწა, ეს არის ივერიის მიწა, ხოლო მე პირადად მაგვერთხა აფხაზეთის კათალიკოსმა, ანუ ჩვენ ქართველებს ყავდა ორი კათალიკოსი, ერთი იყო აფხაზეთის კათალიკოსი, მეორეს ერქვა მცხეთის კათალიკოსი და ეს იყო ჩვენი, რა თქმა უნდა, ორი კათალიკოსი. ზოგჯერ გქონიათ, რომ რადგანაც ერქვა აფხაზეთის კათალიკოსი, იყო სხვა ეკლესია, არა, ეს იყო ერთიანი ქართული ეკლესიის ნაწილი, მათ ერთიანებდათ საერთო ქართული ენა, საერთო ჯულის კანონი, საერთო ქართული სიწმინდეები და საერთოდ ეს იყო ქართული ეკლესიის ორი ფრთა, აფხაზეთის საკათალიკოსო, ქართული საკათალიკოსო. და აფხაზეთის კათალიკოსს ესე უკურთხებია ეს ოფელი მაშინ მე-17 საუკუნეში ეს ეპისკოპოსი გერმანელი, რომელიც თავის მხრივ ამბობდა, რომ ჩემი კათედრა დაარსებული არის წმინდა ნინოს მიერ, ან მე-4 საუკუნეში. ახლა მეორე მხრივ კიდე რით არის ეს საინტერესო. ესე ჩვენ ყავდა დიდი მეცნიერები, ძალზე დიდი თქვა პავლე ინგოროყო, ასევე ის ეყრდნობოდა ნიკოლოზ ადონცის ცნობებს და კიდე სხვა და სხვა თქვა ჩვენ თანამედროვე გურამ გრიგოლია პროფესორი ძალზე დიდი ისტორიკოსი და გეოგრაფოსი, რომელიც ამბობდა, რომ აი აქ იყო ძველი პიტიუსი, პიტიუნტი, აი აქ ამ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ ვდგევართ, ეს არის ესე იგი ზღვის სანაპიროზე, ოფთა და რიზესთან ახლოს იყო პუნქტი პიტიუნტი, პიტიუსა და სწორედ პიტიუსელი ეპისკოპოსი სტრატოფილე მონაწილეობდა პირველ მსოფლიო კრებაში. ანუ ახლა თანამედროვე საქართველოში ჩაჭედილი არის ღრმად მოსაზრება, რომ პიტიუნტელი ეპისკოპოსი ესაა ბიჭვინთელი ეპისკოპოსი, მაგრამ ეს მეცნიერები ამბობდნენ, არა, ესე არ არის ბიჭვინთელი ეპისკოპოსი, არამედ ეს იყო პიტიუნტელი ეპისკოპოსი, რომელიც იყო მდებარეობდა არა ბიჭვინთაში, არამედ მდებარეობდა სწორედ ოფთან და რიზესთან. ანუ აი აქ იყო საეპისკოპოსი კათედრა პიტიუნტისა. რაც შეეხება ბიჭვინთას, ბიჭვინთა იყო დიდი საეკლესიო ცენტრი, მაგრამ მას არ ჰქონდა კავშირი ბერძნულ სამყაროსთან. ეს იყო აგებული ქართველების მიერ თავიდანვე, მაგალითად თეიმურაზ ბატონიშვილი, ჩვენყავდა დიდი ისტორიკოსი თეიმურაზ ბატონიშვილი, ეს იყო ესე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და ძალზე დიდად განათლებული თავის დროზე მიიჩნეოდა და ერთ-ერთი დამაარსებელი პეტერბურგის უნივერსიტეტისა, რომელიც წერდა, რომ ბიჭვინთაში ჯერ კიდე წარმართობის დროს აღმართული იყო დიდი კერპი, ეს იყო ქართველთა ესე იგი ერთობის კერპი, მას ჰქონდა როგორც ის ამბობს 4 ხელი და ეს ნიშნავდა ეს ხელები ქართველთა ქვეყნების სხვა ქართველთა ქვეყნებს.
და ქართველთა ქვეყნებას მას მიაჩნდა მთელი კავკასიის ქვეყნები, თქვათ, ესე იგი ქართლის, ესე იგი დასავლეთ საქართველოს ეგრისისა, ესე იგი რანისა, მოვაკანისა, ეს მიაჩნდა მას ქართულ სამყაროდ, ასე კავკასიოსისა, ჩრდილო კავკასიელი ხალხებისა, ეს იყო ის ამბობდა ერთ ენაზე მეტყველი მოსახლეობა და ეთანადება მისი ეს მოსაზრება, რომ ეს ერთ ენაზე მეტყველებდა მთელი ეს მოსახლეობა და ეს იყო ქართული ენა, რომ არსებობდა იბერული კავკასიური საერთო ენა, ესე იგი პროტოენა საერთოდ კავკასიელებისა. ახლა საბოლოო ჯამში ეს აღმოჩნდა ესე იგი ეს ოფიდა რიზე ბერძნულ ბიზანტიურ სამყაროში და იქამდე კიდე სხვა უცხო სამყაროში, რადგან აქ ცხოვრობდნენ ქართული ტომები, ძალზე ბევრი ქართული ტომი ცხოვრობდა, აქ ძალზე ცნობილი არის ეს წყაროებში, თქვათ ქსენოფონტიდან მოყოლებული სტრაბონის ჩათვლით, თქვათ, ცხოვრობდნენ კოლხები, დრილები, აფსილები და ასე შემდგომ სხვადასხვა ეს ქართული ტომები ცხოვრობდნენ, ბიძერები და ასე შემდგომ, რომელთაც ვერ მოახერხეს კონსოლიდაცია, აქ ვერ მოახერხეს, ანუ მათ ჰქონდათ ტომობრივი სიამაყე, ერთმანეთს არ ერეოდნენ, ეს ამას ჯერ კიდევ სტრაბონი წერს, რომ ერთმანეთს ებრძოდნენ, არ უყვარდათ ერთმანეთი და ამიტომაც ვერ შეძლეს ნაციონალური კონსოლიდაცია. ამიტომაც მათი ელინიზაცია და არმენიზაცია ხდებოდა, თანდათანობით მოხდა, ასე ვთქვათ, მათი გაუცხოება, მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ საქართველოში, რაც ცხოვრობდნენ ტომები, მათ შეძლეს ეს კონსოლიდირება და შეიქმნა ერთიანი თავდაპირველი ერთიანი ნაცია და ერთიანი ეროვნული სახელმწიფო, როგორც ჩვენი წყაროობს, ქუჯის და ფარნავაზის დროს, როცა ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზ მეფემ შეკრეს კავშირი და ესე იგი ერთიანი ქართლის სამეფო, ანუ საქართველოს სახელმწიფო დაარსდა, რომელიც მოიცავდა, რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოს. და სწორედ ესე იგი ერთიანი ამ ნაციას ჰქონდა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, და ერთი სახელმწიფო ჰქონდა ამ ხალხს, ქართულ ხალხს, ეს იცავდა მათ ქართულ ხალხს ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე, მათ ჰქონდათ ერთი ენა, არა ეზრახებოდა სხვა ენა თვინიერ ქართულისა, წერს ჩვენი წყარო, ანუ ერთი ენა ჰქონდათ, საერთო სახელმწიფო ადმინისტრაციის კულტურის ენა არსებობდა, ჰქონდათ საერთო წიგნობრობა, მან შექმნა წიგნობრობა ქართული, ანუ ერთიანი დამწერლობა, ან რაც ჰქონდათ კულტურის სახით იყო ერთიანი და საერთო წარმართობა ჰქონდათ, ანუ ივანე ჯავახიშვილს გამოკლეული, რომ არსებობდა საერთო ქართული წარმართობა, რომ წარმართობის ენა იყო ქართული ენა და ივანე ჯავახიშვილმა გამოკლევა, რომ თვითონ სვანეთში წარმართობის დროს და ასევე სამეგრელოში ქართულ ენაზე აღესრულებოდა წარმართული წესჩვეულებები. ანუ იმის თქმა უნდა, რომ აქაურმა, რომელიც ვარ ჩვენ ოფრიზეში, ქართულმა ტომებმა ვერ შეძლეს კონსოლიდირება და მოხდა მათი, ასე ვთქვათ, გათქვება, ელინიზაცია და ძირითადად, ასე ვთქვათ, ბიზანტიის ნაწილად იქცნენ, ხოლო უფრო ჩრდილოეთით ქართველებმა შეძლეს კონსოლიდირება, ჩამოაყალიბეს ერთიანი სახელმწიფო, ერთიანი ნაცია და ეს მოხდა ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე. ერთიან სახელმწიფოს ერქვა ქართლის სამეფო. ეს არის ჩვენი წყარო, ქართლის ცხოვრება და მოქცევა ქართლის ასევე რუსეთის კრების ზეგლისწერა და ყველა ამას, რა თქმა უნდა, რასაც ამას მე ვიმეორებ, მათ ამ ჩემ წყაროებს, მაგრამ ბოლშევიკები დროს ასეთი თქმა, ესე იგი, არ უყვარდათ, არ სიამოვნებდათ, რომ ერთიანი ჩვენ ვიყავით ერთიანი ერი სახელმწიფო, ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე ჰქონდა ჩვენ ერი სახელმწიფო და ერთიანი ნაცია ვიყავით, ამის თქვა არ შეიძლება ქრისტესშობამდე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ესე იგი ვახუშტი ბატონიშვილი წერს, რომ აი აქ სადაც ახლა მე ვარ, ეს არის რიზესთან ახლოს მთა მცირე, რომელიც ჩამოვარდების, თვითონ ასე წერს ვახუშტი ჩამოვარდების და მასზე არის ესე იგი აღმართული რკინის სვეტი, რკინის პალო და აქედან იწყებოდა საქართველო, ანუ ეს იყო ეს პალო, ანუ რკინის სვეტი იყო საზღვარი საქართველოსი, ძველი საქართველოს.